ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა, მათ დაკავებულ სტუდენტებს გამოუცხადეს სოლიდარობა. საქმე ეხება ლიკა ლორთქიფანიძეს, თათია აფრიმაშვილსა და ლუკა ნაცვლიშვილს, აქედან ორ სტუდენტს ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, 12 დღე აქვს შეფარდებული ასევე ბათუმელ სამოქალაქო აქტივისტს ლუკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმა ხულიგნობას ედავებიან. სტუდენტთა ნაწილის შეკრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 12 საათიდან დაიწყო, მთელი დღის განმავლობაში იგეგმება აკორპუსის წინ საპროტესტო გამოსვლები, ელოდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, რომლებიც 5-ის ნახევარზე დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის აქციას გამართავენ და საპროტესტო მარშით ილია უნისთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი მარშით რუსთაველზე ერთობლივად მივლენ. ძირსვეთის დამპალი იმპერია ამას გავიმეორებთ ყოველთვის, იქნება ეს მარიამ ლაშხის თანდასწრებით თუ არა მის თანდასწრებით. ლუკა ნაცვლიშვილი ასევე არის დაპატიმრებული არალეგიტიმური მთავრობის მიერ, ასე რომ ვთქვათ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, თუმცა ეს მისი პირველი ჯერი არ არის, აქამდეც იყო დაპატიმრებული და ასევე არალეგიტიმურად და ასევე უაზროდ. ჩვენ ილიანის სტუდენტები ასე გამოვხატავთ პროტესტს, გამოდივართ აუდიტორიებიდან და ვიფიცებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი მორალური უფლება ახლა ვისმენთ აუდიტორიაში და ვისმენთ ლექციებს, როდესაც ჩვენი სტუდენტები, ჩვენი მეგობრები და ჩვენი თანამებრძოლები არიან საკნებში. ქართული ოცნება, რომლებიც მართლა რეალურად შეშინებულია იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მთავრობა უნდა უქმნიდეს პერსპექტივას, უნდა აძლევდეს კარგ განათლებას, რომ ამ ქვეყანაში მათ შექმნან დოვლათი, ისინი ებრძვიან საბჭოთა მეთოდებით. ეს ბრძოლა შეუძლებელი ახალგაზრდებმა წააგონ, იმიტომ რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გუნანთებული იბრძვიან და სწორად ეშინია ქართულ ოცნებას ახალგაზრდების, რადგან ეს ახალგაზრდები აუცილებლად დაამარცხებენ მათ.